ჩვენ უკვე ვიცით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც შეეხებოდა სტიკერის გაკვრას. როგორც გახსოვთ, აღნიშნული საქმე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, მოსამართლე გახდათ მარიანა პრომაევა. ფაქტობრივად სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს, აზრის გამოხატვას, ან პოზიციის გამოხატვას და ეს შეიძლება უწყინარ, ასე ვთქვათ, ძალიან ჩვეულ ფორმატში სტიკერის გაკვრა მიიჩნია სამართალდარღვევად და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია გამოხატვის თავისუფლებასთან. მაშინ თუ ამ სამართლებრივ მსჯელობას გავყოვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოხატვის უფლება, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე გვაქვს, ეს არის ფორმალური ხასიათის. არ არსებობს გამოხატვის თავისუფლება ღია სივრცეებში, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია დაგვაჯარიმონ ნებისმიერი საფუძვლით არგუმენტი და ერთ-ერთი არგუმენტი ის, რომ სტიკერის გაკვრა, რომელიც რამდენიმე საათში ისედაც თავისი, ასე ვთქვათ, თავისთავად ჩამოვარდებოდა, იმიტომ რომ ეს სტიკერი იყო წებოვანი, იყო ღობეზე გაკრული, ეს უკვე სამართალდარღვევად ითვლება და ეს სტანდარტი, რომელიც უკვე სასამართლომ დაადგინა და ასე ვთქვათ, ამას მიცა მსვლელობა, არის საშიში პრეცედენტი და მე ვფიქრობ, ყველა იმ სამართალდარღვევის საქმეს, რომელიც არის მზია ამაღლობელთან მიმართებით, ეს საქმეც თავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რა თქმა უნდა, პოვებს.